ესე იგი LED-ი უნდა იყოს ანთებული 1 წამით და ჩამქრალი უნდა იყოს წამის მეათედით, ანუ 100 მილი წამით, ხო? ეს გვაქვს დასაწერი. გადავედით Tinker-ზე, ავირჩიეთ წრედები, Create. გამოვიტანეთ, როგორც აქ გვაქვს გამოტანილი ესე იგი Arduino, breadboard-ი, LED და რეზისტორი, წამოვიღეთ Arduino, წამოვიღეთ breadboard-ი, წამოვიღეთ LED-ი, წამოვიღეთ რეზისტორი შევაერთოთ LED-ის მინუსზე, ანუ რეზისტორის წინაღობა ავირჩიოთ 220 ომი, ოღონდ კილო ომი ჩამოშალოთ ავირჩიოთ ომი, შემდეგ აქედან წამოვიღოთ და შევაერთოთ მინუსში, ეს კაბელის ფერი შევცვალოთ და აქედან წამოვიღოთ და შევაერთოთ ground-ში, აი ასე. ახლა აი აქედან წავიღეთ და შევაერთეთ ნებისმიერ პოზიციაზე აქ. ესე იგი ნებისმიერ digital pin-ი გვინდა, იმიტომ რომ ამას სიკაშკაშით არ ვანთებთ, უბრალოდ უნდა იყოს ანთებული 1 წამით და ჩამქრალი უნდა იყოს 100 მილი წამით, ამიტომ ნებისმიერზე შეგვიძლია შევაერთოთ. ან 0-ზე და 1-ზე არა, რა თქმა უნდა 2-დან ვიწყებთ, ეს RX-ი და TX-ი Arduino-ებს შორის კომუნიკაციისთვის გამოიყენებოდა, ეს საკმაოდ შორი თემა არის ამ ეტაპზე. დავაწყაპუნოთ აი აქ, წავიღოთ, აქ დავაწყაპუნოთ, ასე მოვხაროთ და პირობითად შევაერთოთ მეხუთეზე. მეხუთეში ვაერთებთ ხოლმე. გადავედით კოდებში, ჩამოშალეთ ბლოკს, ავირჩიეთ ტექსტი, დავაჭირეთ continuous და აი აქ ახლა ნახეთ, ჩვენ შეგვიძლია ეს კოდი, მოდი არ წავშალოთ ეს კოდი, დავარედაქტიროთ, ესე იგი აქ ამ ტიტყვის მაგვირად დავწეროთ 5-იანი, ანუ მეხუთე პინი, Arduino-ს მეხუთე პინი იყოს output-ი, ამას ვეუბნებით. შემდეგ აქაც ესე იგი digital write-ი მეხუთე პინზე გაუშვის სიგნალი 1 წამით, ანუ 1000 მილი წამით და აქაც მეხუთე პინზე შეწყვეტე სიგნალის გაშვება 1000 არა და 100 მილი წამით. სულ ეს იყო ეს კოდი, ამიტომ არ წავშალე რომ თავიდან აღარ დავწერე, ძალიან ცოტა რაღაც იყო გადასასწორებელი. Runs დავაჭიროთ ახლა და აი ნახეთ 1 წამი აინთება და აი 100 მილი წამი იქნება ჩამქრალი, აი სულ ოდნავ ეტყობა. Stops დავაჭიროთ, მოვნიშნოთ, დავაკოპიროთ, გადავიდეთ აქ, ჩავსვათ და submit continuous დავაჭიროთ.